რა მთავარი ამბები მოხდა გასულ კვირას როგორც საქართველოს ასევე მსოფლიო ავიაციის სექტორში, ამას მარიამ ისორია გვეტყვის და გაგვიახლებს დილიდან უფრო მეტ დეტალს. მარიამ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ნინი მივესალმები საქმიანი დილას მაყურებელს. ყაზახური ბიუჯეტური ავიაკომპანია Flyaristani საქართველოში კიდევ ერთი მიმართულებით ამატებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის აგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასტანა, ბათუმი, ასტანა, საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ასტანასა და ბათუმს შორის ავიარეისები 2 ივნისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს სრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის ორ ქვეყანას შორის ფრენების სიხშირე 42-მდე გაიზრდება. ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შესრულდება. ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, კაირო-ბათუმი, კაირო-საჰაერო ხაზზე არარეგულარული, ანუ ჩარტერული რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით ყოველ სამშაბათს შესრულდება. უწყების ცნობითვე, კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქამდე არასოდეს ყოფილა. დღეისათვის Air Cairo ფრენებს ასრულებს შარმ-ელ-შეიხისა და თბილისის შორის კვირაში 1 სიხშირით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვიზიერის შვილობილი ვიზიერ მალტა, ვენეციასა და ქუთაისის შორის გაზრდილი სიხშირით იფრეს. 15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით ავიაკომპანია ვენეცია, ქუთაისი, ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3-ჯერ, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და შაბათს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ვიზიერ მალტას გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო რეისების შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიანიჭა. ვენეცია, ქუთაისი, ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისთვის ავიაკომპანია ვიზიერი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს. და საავიაციო საწვავის ფასმა უპრეცედენტოდ მოიმატა, წლიურმა ზრდამ 130%-ს გადააჭარბა და საერთაშორისო ბაზარზე ბარელზე საშუალოდ $209 შეადგინა. აღნიშნულმა კრიზისმა გლობალური ავიაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რის გამოც ავიაკომპანიები იძულებულები არიან ბილეთებზე ტარიფები გაზარდონ. IATA-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არსებული შეფერხებების ფონზე საწვავის გლობალური მიწოდების სრულად აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება. ჩინეთმა წარმატებით გამოსცადა მსოფლიოში ყველაზე მძიმე 7 ტონიანი მრავალპროფილური სატვირთო დრონი Chang'e 8, რომელსაც 3,5 ტონა ტვირთის გადატანა 3000-ზე მეტ კილომეტრზე შეუძლია. ორძრავიანი უპილოტო აპარატი სპეციალურად არის ადაპტირებული ექსტრემალური პირობებისა და რთული რელიეფისთვის, რადგან მის აფრენა-დაფრენას 500 მეტრზე ნაკლები სჭირდება. უპილოტო ავიაციაში მზარდი ASHS ჩინეთის გლობალური კონკურენციის ფონზე შექმნილი ამ მოდელის სატესტო ფრენები გრძელდება, დეველოპერები კი მის სრულ მასშტაბიან წარმოებაში ჩაშვებას წლის ბოლომდე გეკმავენ.